გამარჯობა. დიდი ხანია აღარაფერი აღარ ჩამიწერია, რადგან უბრალოდ რატომღაც გადავწყვიტე, რომ აღარანაირი აზრი არ აქვს არაფრის ჩაწერას. იმიტომ რომ სამწუხაროდ რასაც ვამბობ, ისე ხდება ხშირად. თითქმის ყოველთვის. ძალიან ბევრი გავაფრთხილებ თხილად. გამოგიყენებენ ცუდად, რუსეთი გეგმავს და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიყავი შესმენილი, ასე ვთქვათ. არა, ნაწყენი კი არ ვარ ან რაღაცა მსგავსი, უბრალოდ აზრი არ აქვს. ვფიქრობ, მაგრამ ეხლა უკვე ისე მიდის მოვლენები, უბრალოდ გაჩვენება აღარ შეიძლება. მოკლედ რაშია საქმე? სულ მალე ეს ქართული კოშმარი, ეგრეთ წოდებული, რისთვისაც მოვიდა, მაგას გააკეთებს. და ისინი მოვიდნენ იმისთვის, რომ საქართველო შეუერთონ რუსეთს. კონკრეტულად აგერ გვესმის, ხო, რომ სულელურ მუხლს როდის ამოვიღებთ, ევროატლანტიურ საბჭოში გაერთიანებასთან დაკავშირებით, აი ამას როდის ამოვიღებთ, კგბ-შნიკები აცხადებენ, მე ვიღაცა ახალი კგბ-შნიკები, ახალი თაობის კგბ-შნიკები გამოდიან რეფერენდუმებს ითხოვენ, გვინდა თუ არა ევროატლანტიური საბჭო და ასე შემდეგ. ამისთვის მოვიდნენ საერთოდ. 2012 წელს ამისთვის იყიდეს რუსეთმა საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. უნდა ითქვას რა. თქვენ გონიათ რა მართლა გირგვლიანის გამოახშფოთ და ამდენი ხალხი გარკვეული ნაწილი კი ან ციხის კადრების სუფეხებზე კიდიათ. დღეს უარესები ხდება, მაგრამ ვინმე ნახეთ იქ ახშფოთებული. ფული ბაბაია, ამის გულისთვის გაიყიდა საქართველო 2012 წელს. და ეხლა 2030 წლამდე დარწმუნებული იყავით, გარანტიას ვიძლევი, რომ საქართველოს მიუერთებენ რუსეთს. გეორგიევსკის ტრაქტატს ახალს გააფორმებენ და აი მერე დარწმუნებული იყავით, რომ 60% საქართველოს მოსახლეობის მოკვდება რუსეთის მიერ სოფლიოს წინააღმდეგ წამოწყებულ ომში. რუსეთის არმიაში დაიხოცებიან საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. არც არავინ არ შეგეკითხებათ, გინდა თუ არ გინდა წასულ. ადგილზევე ჩაგხოცავთ. ამისთვის მოვიდნენ ესენი, ამას აკეთებენ. ხედავთ განცხადებებს, ხო? რა ტიპის განცხადებებია რა? არ ვიცი. ამაზე როგორ უნდა გაჩვენდე ადამიანი. ასე იქნება, აუცილებლად იქნება ასე. გამოსავალი ყვიროდით გაერთიანებას, ერთიანობას, ერთიანსიას, ოპოზიცია ცალკე დაგცინოდა. ძალიან რაღაც ეს კი ბაბლებით და იმებით დღესაც რო ინარჩუნებთ რა. დასრულდა პოლიტიკა, მორჩა აღარ არის. არ ვიცი. აი ეს მივიღეთ 2012 წელს აი გაყიდვის აქტის გაფორმების შემდეგ. სამწუხაროდ ეს არის ფაქტი. კარგად.